მოგესალმებით, დადგა სამშაბათის საღამოს 8 ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასილია და აუცილებლად მინდა მოვიკითხო პატიმრები და განსაკუთრებით უცხოეთში მყოფი ქართველის ადამიანები, ვინც ხართ განსასწელში, აი აუცილებლად იცოდეთ, რომ ერთი დღეც მოვა და აუცილებლად ყველაფერი იქნება კარგად, აი ეს იმედი არ დაკარგოთ, რაც თავარი, აი სულ ყველაფერი დაინგრეს ამ ქვეყნად იცოდეთ, რომ იმედი გქონდეთ ღვთისა და აუცილებლად იქნება ყველაფერი კარგად, აი ნახავთ და იცოდეთ, რომ ამ ქვეყნად მინიმუმ ერთი 10 მილიონი ადამიანი არსებობს, რომელიც თქვენ მდგომარეობას დღეს რო იმყოფებით, შეიძლება ნატრობდეს კიდევაც. ეს იცოდეთ, ყოველთვის გახსოვდეთ და მე მყავს დღეს არაჩვეულებრივი სტუმარი, რომელსაც ველოდები ხოლმე კვირიდან კვირამდე სულ ხოლმე, იმიტომ რომ მამა გიორგი არა მარტო სტუმარი არის, ჩვენთვის რაღაცნაირად არის, სულ რაღაც გზამკვლევიც არის ხოლმე ძალიან ხშირად, აი გვერდში თანადგომი დგომა იცის ხოლმე, ხან აი დაურეკავ, ხო? აი რაც არ უნდა დაგჭირდეს ყოველთვის გვერდში გიდგას და მადლობა მამა ამისათვის სხვათაშორის და მე რო არ კითხოთ მამაო, არ შეიძლება. ერთობის შესახებ მინდა კითხოთ, რომ როგორ შევინარჩუნოთ ის ერთობა, რომ რაღაცნაირად დავიჭიროთ ერთმანეთს და ჩვენი აი პიროვნული რაღაცა ეგოიზმს და რაღაცა გადავაბიჯოთ და ურთიერთობები ყოველთვის გქონდეს ადამიანთან, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ყავდეს. მოგესალმები გიორგი, მოგესალმები პატივცემულ მაყურებელს. ყოველთვის მაოცებს შენი შეკითხვა. გადაცემის დაწყებამდე ვიყავი ჩემთვის ჩაფიქრებული, რითი გამახარებს მეთქე გიორგი და მაინც მოახერხე ჩემი და მაყურებლის გახარება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა, ეს არ არის შაბლონური და რაღაც უკვე ხალხს რომ მოწყინ და ამპარტაუნება რა არის, პატივმოყვარეობა, გასაგებია დაახლოებით ეს ყველაფერი ეს თემები დაღეჭილი აქვთ ხო თანამედროვე ქრისტიანებს. ქრისტიანი ბევრი სათნოებებით უნდა გამოირჩეოდეს, მაგრამ მათ შორის მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არის გიორგი მადლიერების განცდა. მადლიერება რაც იყო იმის შესახებ, რაც არის და რაც იქნება. მაგრამ თუ ჩვენ დაგვავიწყდება გიორგი მადლიერები ღმერთის გარდა კიდევ ვისი უნდა ვიყოთ, პრობლემები გვექნება აწმყოში და გვექნება მომავალში პრობლემები. ძალიან ხშირად, რა ვიცი, მე სულ მახსოვს, როდესაც ვიწყებ წირვას, ჩემი ხელდამსხმელი მღვდელმთავარი, მეუფე ა ブラ ამი. დეფთხო. ვინ წარმადგინა მეუფე ა ブラ ამთან, მამა გიორგი ზვიადაძე. სად ვსწავლობდი სასულიერო სემინარი აკადემიაში. ვინ იყვნენ ჩემი მეგობრები? ხა მშობლები რომ უნდა გახსოვდეს, გასაგებია. მეგობრები, კურსელები და ის სასულიერო პირები, ვისაც მე ახსარებას ვაბარებდი ადრე. აი ეს თუ დაგავიწყდა, მე მგონი რომ ძალიან შორს ვიქნებით ქრისტიანობიდან. პირველი ახსარება, პირველი ზიარება, პირველი დარიგება, ვინ მოგცა, მეგობრები, ვისთანაც შენ სწავლობდი, მე სასულიეროში სწავლობდი და საერთოდ უბანში და შენს გარშემო ვინ იყვნენ. სამწუხაროდ გიორგი ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ უკვე ურთიერთობა შეწყვიტა ამ საზოგადოებასთან და იძახის, რომ ვისთან უნდა ვიმეგობრო. აი არ მინდა რა, ეხლა მეც მაკაცები და მეგობრები, გონია რომ თვითონ უკვე სასულიერო პირი გახდა, ღმერთშემოსილი გახდა, ან რაღაცას მიაღწია და უკვე ის ხალხი აღარ ახსოვს, ვისაც ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული მის ცხოვრებაში. ეხლა ალბათ ვინც გვისმენს, ჩაფიქრდება და გაიხსენებს, რამდენი ადამიანის გადაუხდელი ვალი გვაქვს ჩვენ. რომ მათ ცხოვრებაში, ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს გიორგი. აი, მღვდელი ვალდებულია, როცა კვეთავს, პატრიარქის შემდეგ თავისი ხელდამსხმელი ეპისკოპოსი მოიხსენიოს. რატო? მას უნდა ახსოვდეს გიორგი თელი ცხოვრება, ვინ დაასხა მას ხელი. ხა გიტყვის რომ მე უფალმა დამასხა ხელი, რა თქმა უნდა, ხელდამსხმელი მაკურთხებელი უფალია, მაგრამ უშუალოდ ვისგან განხორციელდა ეს? რა თქმა უნდა, პატრიარქიდან ეს ზეციური იერარქია ვინც იცის რომ აი ესეთი იყო წმინდა ნიკიტა სტითატი, ის ამბობს რომ ასევე დიონისი არეოპაგელი ამბობს რა, რომ მადლი გადმოდის სამებიდან ღვთისმშობელზე, სერაბიმებზე, ქერუბიმებზე, საყდარზე, უფლებებზე, ძალზე, მთავარანგელოზებზე, ანგელოზებზე და მერე პატრიარქზე,
პატრიარქიდან ეპისკოპოსებზე და ეპისკოპოსებიდან მღვდლებზე, მღვდლებიდან მრევლზე, ხო? და ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, აი ძალიან ხშირად მრევლმაც იცის დავიწყება თავისი პირველი მოძღვრის. მე ერთხელ ჩემს სულიერ შვილებს მივეცი კურთხევა, რომ სულიერი ბიოგრაფია დამიწერეთ. როდის მოინათლე, სად მოინათლე, ვინ იყო შენი მოძღვარი, პირველად ახსარება ვის ჩააბარე. ამას რომ შეახსენებ ადამიანს, არ არსებობს გიორგი, რომ მან ურთიერთობები შეეშალოს. თუ რამე ეშლებოდა ურთიერთობებში, აი ეხლა შეიძლება რომ მე მაგალითად ძალიან მიმდობი ადამიანი ვიყავი და ბევრ ადამიანს ვენდობოდი და მეგონა რომ ბევრ ადამიანს უყვარდი და ბევრი ადამიანი მიყვარდა, მაგრამ რაღაცა გარკვეული მოვლენების შემდეგ საქმეზე რომ მიდგა, აღმოჩნდა ჩემს გვერდით ძალიან ცოტა ადამიანი. და ის ვისაც არ ელოდებოდა. ვისაც არ ელოდებოდა. ვისგანაც ელოდებოდა ის არა. ეს სიტყვებია გიორგი ზუსტად. თავად მაცხოვარმა განიცადა ეს მოგეხსენება რომ ვინ მიყვებოდა მას ჯვარცმის დროს გოლგოთაზე ივანე ღვთისმეტყველი დედა ღვთისმშობელი ძალიან მცირედი თუმცა უამრავი განკურნა უამრავი აღადგინა თვალები აუხილა სმენა დაუბრუნა ხო ეხლა მე კი არ ვედრები მაცხოვარს უბრალოდ მინდა მასშტაბები დავანახო საზოგადოებას რა მარტივად ივიწყებს გიორგი ადამიანი თავის წარსულს და როგორც კი შენ დაივიწყებ საიდან მოდიხარ დაივიწყებ ბავშვობას, დაივიწყებ სკოლას, დაივიწყებ სასულიერო სასწავლებელს, სამეგობროს და იძახი რომ მე უკვე სხვანაირი ცხოვრებით ვცხოვრობ. მე ეკლესიაში დავდივარ და ისინი ისევ ქუჩაში დარჩნენ და რაღაც ესე ცოტა ზევიდან უყურებს რომ მიაღწევ. მე გიკვირს რომ რატო არ მოდიან ისინი შენთან ეკლესიაში, ხო? იმიტომ რომ შენ მათ გამოეყავი და შენი თავი მათზე აღმატებული გგონია. კიდე მაგარი რაღაცა გითხრათ. ხვასია გიორგი არა? ზუსტად. აი აწმყოში შენ შეიძინე ახალი სამეგობრო, რომელსაც არ იცნობ, წესიათ არ იცნობ. და გონია რომ შენ სხვა დონის ადამიანი ხარ, სხვა კასტაში აღმოჩნდი. პატივს ითხოვს მამო, მაგიტომ აი ხშირად ხდება ხოლმე ძველ მეგობარს რატო იუწყებს ისი რომ იმას არ უნდა მოყვეს რომ ის სკოლაში რომ მეგობრობდნენ რაღაცა სახელით რომ იმართავს ხო იქ შეიძლება პატივით არ მოიქცეს იმიტომ რომ თელ ცხოვრება ერთად მოდიან და რაღაცა ჯიგარო რაღაცა უთხეს და ეს ამ ხალხში ხო თავს იწონებს ეს თანამდებობის პირებსაც ეხება თმამო და ყველას ეხება ვინც სიტყვაზე აი ძველს იმიტომ მივიწყებე რომ იქ არ უნდა ჩაბრუნდნენ არა და პირიქით ის გამდაბლებს შენ და ჯობია რომ იქ იყო. გახსოვთ მომავალ პატრიარქს ვინები ჩამოყავდა ხოლმე ამ ხელაკაცი არის პატრიარქი და თავის კლასელებს და ვიღაცებს ჩამოიყვანდა. არც იცოდნენ, ტიტულიც არ იცოდნენ, ზოგმა ილიას ეძახდნენ, წარმოიდგინე ირაკლის ეძახდნენ. მე მაგალითად გიორგი დიდი სიხარულით ვეგებები ჩემს მეგობრებს, როცა ისინი ტაძარში მოდიან, გასაგებია რომ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს. მაგრამ მოდი ხო შეგვიძლია რომ ეს სტერეოტიპები ჩვენ დავარღვიოთ, გავაუქმოთ და დაუმტკიცოთ ხალხს რომ იცი რა არის მე მჯერა რომ ჩემს კლასელებს, ჩემს მეგობრებს დავანახებ იესო ქრისტეს თუ თავაწეული არ ვიქნები და მათთან გავაგრძელებ მეგობრობას. აი კლასი кейფობს თქვა ხო? შეიკრიბა კლასი და შენ ამბობ რომ არა მე საქმე მაქვს, ძალიან დაკავებული ვარ. ასეთი ხო ხანდახან არის არა და როგორ შეიძლება კლასელებთან არ მიხვიდე? საერთოდ ქრისტიანობა იწყება კარგი ადამიანობიდან. კარგი ადამიანობა იწყება კარგი ბავშვობიდან, კარგი ურთიერთობებიდან და თუ შენი ერთი კლასელი მაინც ვერ დაარწმუნე ღმერთის არსებობაში, სხვას ვერავის ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ. მე მყავს ჩემი მეგობრები ჩემი კუთხიდან, რომლებიც ერთად გავიზარდეთ, მაგრამ ახსარებას მაბარებენ. აი ხო როგორი ის არის არა, რომ აი მე ისეთი არ ვიყავი, ხა გიორგი ვინც მიცნობს რომ რაღაცა ქუჩის და არაფრით ისეთი გამორჩეული არ ვიყავი. არ ძალიან ცუდი ვიყავი და არ ძალიან კარგი ვიყავი. რა ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, ხო, მაგრამ როცა შენი ბავშვობის მეგობარი ან მეგობრები მოდიან, გიჯერებენ შენ და შენ ლოცვა კურთხევას იღებენ, ახსარებას გავარებენ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულის და ნუგეშის ამღვრელია. და ამისი დავიწყება ნიშნავს, რომ შენ უმადური ხარ უფლის. შენი ბავშვობის უმადური ხარ. აი ზოგიერთი რაიონიდან რო ჩამოვა და ეკითხებიან, ამ რაიონიდან არა ხარ და არა წარმოშობითა ვარ იქიდან. რა გცხვენია რომ კახეთიდან ხარ, ან გურიიდან, ან სამეგრელოდან ხარ? მაცხოვარი სად მოღვაწეობდა, ხო? ნაზარეთი ყველაზე მიგდებული პროვინცია, ხო? რომის იმპერიის აღწერა რო ხდებოდა,
ნაზარეთი არ შედიოდა იქ, ხო? და ამით მაცხოვარმა თავდაყირა დააყენა ესეთი ჩვენი რაღაცა, აი ვიცი რა, არა კახეთი კაცო, მე აი ხანდახან ჩავდივარ ხოლმე და ეს მე პირველი როგორც იმას შვები ხოლმე, ის სკოლას ვეკითხები, რომელი სკოლა დაამთავრე და როიტვის 1500 მეტრომეტრი გემულობ უკვე ესეთი რაღაცა და თან მალავე რატომ უნდა თუ პირიქით ძალიან კაია მინდა რომ ჩვენ ვიყოთ კარგი ქრისტიანები უნდა წარსულის მადლიერები ვიყოთ, აწმყოს მადლიერები უნდა ვიყოთ და რაც მოხდება მომავალში იმის მადლიერებიც უნდა ვიყოთ. ესე არ შეიძლება აქა-იქა მადლიერი იყო თქვა, ის რაც კარგად გახსოვს, იმის მადლიერი იყო პირიქით. აი ის მომენტები, რომელთაც მოწოდების სიმაღლეზე არ იყავი, აი ის უნდა გაიხსენო, როგორც დავით მეფსალმუნი ამბობს, ხო? უსჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე არს მარადის. ეს თუ დაგავიწყდა ძალიან მარტივად შესწოდა. აი როგორ უნდა მიხვდეს ქრისტიანი რომ ღმერთმა აპატია თუ არა მას ცოდვა. გამოხვედი სამხსარებლოდან, მამაო შენდობის ლოცვა წაგიკითხა და გაინტერესებს არა ეხლა მეპატია თუ არ მეპატია. თუ მაშინვე მარტივად იგივე ცოდვაში ჩავარდი, ესე იგი შენ სინანული არ ქონია, მაგრამ თუ გამოხვედი და ენას კბილს აჭერ რომ განკითხვაში აღარ ჩავარდე, მრისხანებაში აღარ ჩავარდე, აღარ განიკითხო არავინ, აღარ იყვირო, აღარ იჩხუბო, ფეხის წვერებზე იარო და ის შეცდომები, რაც შენ ახსარებაში უთხარი მამაოს, აი სიკვდილი გინდა და იმის გამეორება არ გინდა, მაგრამ თუ შენ იქიდან ქედმაღლურად გამოხვედი, აი მე მომეცა ხელმწიფება წმინდა ზიარების მიღების და აი თქვენ მანდროდ გეხართ ბოლოში. აი თქვენ არ გაზიარათ, აი მე მაზიარა, ხო? და წინ გეხარ ფარისეველივით და თავს იწონე. ხო, თავმომწონეთ გეხარ. აი ეს ამას უნდა აუცილებლად დაუკვირდეთ გიორგი, განსაკუთრებით თუ ხარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. არ შეიძლება დაივიწყო ბავშვობის მეგობარი, სკოლის მეგობარი, არ შეიძლება ნათესავები დავივიწყოთ. ჩვენ დაგვცინიან 90-იან წლებში მოღვაწე საზოგადოებას, მაგრამ როგორი ბედნიერება იყო გიორგი დაბადების დღეზე წასვლა, ნათესავი რო ჩამოდიოდა, ან შე რო ჩადიოდი და აი ამას თუ შენ ივიწყებ, მომავალი უკვე ძალიან საეჭვო იქნება ჩვენი. ამის დავიწყება არ შეიძლება აიღეთ ხანდახან ის შავთეთრი ფოტოები, გადაშალეთ ძველი ალბათ ახლა ხო ყველა Facebook-ში, სოციალურ ქსელშია და ხანდახან აი ეს შავთეთრი გადაყვითლებული ფოტოები აიღეთ და ხედეთ აი სკოლაში რომ იყავით და შატალოზე რო წახვედით, ხო, დაბლა ჩანთები რო ადდევს და ესა და ეს წელი, ეს ბაღი, ეს სკვერი და რაღაც გამხელა ბედნიერება. ეს არის ჩვენი ბიოგრაფია, ეს არის ჩვენი გეოგრაფია. ამისი დავიწყება არ შეიძლება და ძალიან დიდი მადლობა გიორგი ასეთი შეკითხვა. იგივე ახლა მე რომ სანამ გადაცემა დაიწყებოდა ყოველთვის უყურებ გიორგი შენ გამოსახულ ფოტოებს და რამხელა საქმეს აკეთებ რომ ზოგიერთი მოძღვარი უკვე გარდაცვალებულია და ისინი შენ ფაქტიურად შეიყვანე 60 კილო ეკლესიის არქივში და დადგება დრო და რა ვიცი აი ადამიანი ხო მალე ივიწყებს მეორე ადამიანს გინდა მოძღვარიც იყოს მარტივად მოძებნის სხვა მოძღვარს ხო მაგრამ აი შენი გადაცემები დადგება დრო უკვე მე და შენ რო უკვე ასაკში რო ვიქნებით გიორგი და გავა ძალიან ბევრი ტელევიზიის ეთერში იგივე ის მონასტერში გადაღებული ჯერ მარტო მამა იოსებ ბურჯანაძის გამოჩენა რა დღის რო ადამიანი რომელიც გარდაიცვალა და შენ ის ადამიანი ფაქტიურად კი იცნობდნენ, მაგრამ შენ უფრო მეტად გააცანე. მამა ანტონი გულიაშვილი ხო? მე მადლიერი ვარ, რომ შენ გამაცანე, გიორგი და აი ამ ხალხის დავიწყება, როგორც კი მოხდება ჩემში და შენში. აი ჩვენც დავავიწყდებით მე და როცა ადამიანი ისტორიას ივიწყებს, ხო ეს არ არის მარტო მაინც და მაინც ერის ისტორია. ეკლესიის უახლესი ეკლესიის ისტორია, გიორგი და ამისი დავიწყების უფლება ჩვენ არა გვაქვს მარტო არ არის ის იმაზე საუბარი ეს ხიბლშია ის განკითხვაშია ეს გაუნათლებელია ის ფანატიკოსია ეს ხო ჩვენ ასე ვამბობთ ხოლმე ერთმანეთზე სასულიერო პირები ხო მაგრამ იშვიათად აი წეღანში რომ მითხარი მე და თქვენი ფოტო დავდეო და ამდენმა 1000-მა კაცმა ნახავ და ელემენტარულად ეზარებათ რომ რაღაც მოიწონონ ხო ის 500 კაცი ძალიან ბევრია გიორგი მე კიდე გამიკვირდა იმ 500 კაცმა რომ მოიწონა თუმცა ჩვენ მათნაირები არ ვიყოთ გიორგი და ვეცადოთ აი ძალიან მიხარია რომ შენ უცნობი საზოგადოებისთვის შედარებით უცნობი სასულიერო პირები მოყავს და შენ ამით იმათ მრევლს ახარებ
და არ შეიძლება სულ ერთი და იგივე სასულიერო მოვიყვანო და ზოგი ქუთაისიდან ჩამოდის, ზოგი ბათუმიდან ჩამოდის და ჩვენ საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ ქრისტეს ეკლესიამ საქართველოს უნდა გააერთიანოს გიორგი. სულ მიკვირს, როცა ვხედავ ქვეყნის მტერ ეკლესიებში რომ გამოდიან სასულიერო პირები და ვითომ სიმართლის ღაღადებლები რო არიან. მე იმ სასულიერო პირებს ვემიჯნები რომ სულ ხელისუფლებას რო აქებენ და რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, ხო? ეს ორი უკიდურესობაა. ჩვენ ასე გავიყოფით, ხო, ზოგი მთავრობის მომხრედ და ზოგი ოპოზიციის არა, ნუ იყოფინ, ეს არ შეიძლება, გიორგი, ჩვენ სადაც საჭიროა, უნდა ვთქვათ სიმართლე, სიყვარულით, ჩვენს მიერ დაქირავებული ხელისუფლება უნდა ვამხილოთ სიყვარულით, რომ შენ მე დაგიქირავე, ჩემო და შენ აი ამ ადამიანებზე უნდა იზრუნო, თუ ეს ადამიანი ქუჩაში გამოვლენ და მე იმას ვეღარ შევაკავებ მე. ხო, მე ოღონდ ეს მე არ უნდა გავაკეთო გიორგი ოპოზიციური ტელევიზიებიდან, რომ მე ქულები დავიწერო, რომ როგორი სიმართლის ღაღადებელი მოძღვარი ვარ, ხო? მამა, სხვათა შორის ეხა გამახსენდა იმაზე, რომ ადამიანებს ეხა იქ ძნობებს აყოლილი და მაგალითად ჩემზე იმოქმედა ძალიან, მაგრამ ეს ადამიანები გაჭირვებაში სადღაცა ცხოვრობდნენ და რომ სახლები და რომ აიქიდან რომ გამოიყვანეს. კი, რაღაცა კანონი არსებობს, მაგრამ არის რა იმ კანონზე მაღლა უნდა დადგე და რაღაც ჰუმანური ზომები უნდა მიიღო. და აი ესეთ ადამიანებს, აი ჩემზე პირადად იმოქმედა, მამა. ვიღაცები ამბობენ, რომ ვიღაცა სახლი აქვს, ვიღაცას დალოცვილო ადამიანი რომ აი ამ დღეში ჩავარდება ხელს რომ ესე გაიწვდის. მე იქ რომ მინუს ეძებ რომ აი მე იცი რა არის იმას ის აქვს შენ გამართლებას ეძებ ამით რა რომ იმას იცი და სადღაც ის აქვს აი ხანახან არის ხოლმე აი მათხოვარი რა მათხოვარი ჩემზე მეტი ფული აქვს რომ ამბობენ ხოლმე არა არ შეიძლება ესე ყურება იმიტომ რომ ის რომ ერთი წრემს რომ ტირის უკვე აი ეგ უნდა გიღირდეს ყველა კანონზე მაღლა უნდა დააყენო და სამწუხაროდ ჩვენ და მამაო ჩვენთან ესეთი რაღაცები არ ხდება თქვენ რაც ვქით მამაო მეგობრებს და იმაზე ეხა მამა ივანე ჯიშკარიანი, მამა სერაფიონი, ყველა მიცის მლეთელი, და ყველაფერი რავი ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. იმდენი რაღაცები აქვს, იმდენი ხალხი ყავს გახარებული სასულიერო პირები ისინიო და მის დასაფლავებაზე მამა კაციშვილი არ მოვიდა ისეთი რა, რომელსაც ახსენებდა ხოლმე. კი იყო რაღაცა ვიწრო წრე, რომელიც ერთგულები იყვნენ მისი, მაგრამ უთხარი მე იმ ხალხს რატო როგორ შეიძლება და ბოლოს ხო იციო ისა რო ქვიაო ყველამ დაივიწყაო და მე როგორ შეიძლება თქვენ იმაზე ვამბობ მამაო რა იგივე მამა ანტონზე ხო ჩვენში მამაო ერთობა თუ არ დაინახას სხვა იმას რა უმტკიცო მე რომ სიყვარული არის ხო თუ შეიძლება მამაო ვიცი რომ ამაზე გინდა ეხა პასუხი გავცე მაგრამ აი თუ ხო ხდებით მამაო არ არის სწორი რა როცა ამხელა ლეგენდარი აი ძალიან დიდი ადამიანები მამაო აი ამიტომ მიყვარს გიორგი შენთან ეთერში მოსვლა და სულ მიკვირს მე და შენ რატო კარგავდით ძვირფას დროს კამათში როცა ასეთი საინტერესო გადაცემის გაკეთება შეიძლებოდა არ დავიწყება მოყრისა არადეს მოგცემს ზიანსა რუსთაველი ამბობს ხო დაივიწყებ დაგივიწყებენ გეყარება ეყარები გასცემ მიიღებ იჩხუბებ გეჩხუბებიან აი მე მაგალითად ნებისმიერ ადამიანს ალბათ გაუხარდება რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრი ადამიანი რო გაიხსენებს ხო ყველა ასე ვართ მე მგონი ხლა არავის არ უნდა რომ ყველა დავიწყებას მიეძა ამიტომ რო დაინახე რომ შენზე წინ გარდაიცვალა სასულიერო პირი აი ერთხელ მე მამა თეიმურას რაჭის ჩემი შესაქმები მაგრამ მამა თეიმურაზი რო გარდაიცვალა აი ვიოქროპირე ფაქტიურად თუ რამე შემეძლო და რამე ნიჭი მომცა ღმერთმა ჩემ გადაცემაში არა და ახლოს არ ვიცნობდი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მისი ქადაგებები მაქვს მოსმენილი და მისი ლექსები ეხლა მეუღლემ გამომეგზავნა ხო და აი თუ რამე შემეძლო ხო ვისაუბრე იცი რა არის მამა თეიმურას ყველა იცნობდა მაგრამ მე კიდე შევეცადე რომ უკეთ დამენახვებინა საზოგადოებისთვის და სასულიერო პირებისთვის მამა თეიმურაზის ღვაწლი რომ ამ ახალგაზრდა ბიჭმა ახალგაზრდა მოძღვარმა თელ საქართველოს შეაყვარა თავი და როგორ მოახერხა ეს ხო აი ეს ხო ძალიან საინტერესოა რომ დღეს ესეთი ხო იცი როგორი ამპარტავანი ქედმაღალი გინდა სასულიერო სულ ყველას განკითხვა ყველას დამცირებაშია და ყველას ღვაწლის წაშლაშია ხო რომ მოიცა ვიზე საუბრობ ეგ კაცო ხილშია და მოიცა რა და ამ ადამიანმა ყველა კრიტიკას გაუძლო და ყველანაირი შურიანი თვალი ჩამოიშორა და ძალიან ახალგაზრდამ საქართველოს შეაყვარა თავი
აი ამიტომ ჩვენ მამა თეიმურაზზე ხშირად უნდა ვისაუბროთ და მისგან უნდა ვისწავლოთ ის რა ჩვენ არ გვაქვს და მას გქონდა. მაგრამ თუ ჩვენ ეხლა მამა თეიმურაზს დავივიწყებთ, მამა იოსებ ბურჯანაძეს დავივიწყებთ, მამა ანტონს დავივიწყებთ, ხალხო მარტო ივან ოქროპირზე საუბარი და ბასილი დიდზე საუბარი არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ფუჭი იქნება, მამა, იმიტომ რომ საქციელით ვერ ამტკიცებ. ახალგაზრდები შეგვეკითხებიან, მამა გიორგი, ეკლესიას მარტო ბასილი დიდი ყავდა, გრიგოლ ნოსელი ყავდა, ივან ოქროპირი ყავდა. აი ახლა თანამედროვე რეალობაში, ნუ თუ არავინ არ გამოჩნდნენ, აი მამა გაბრიელი ხო, აი საჩუქარია ღვთისგან, ხო, წარმოიდგინო, რუსეთში შეაყვარა უკვე რუსებს თავი და რამხელა გამონათება იყო მამა გაბრიელი, ხო? მე ვფიქრობ, რომ მამა გაბრიელის შემდეგ, აი მამა თეიმურაზი შეიძლება თავისუფლად დასახელდეს პიროვნებად, რომელმაც სიყვარული დაგვანახა, სიყვარულის მოციქული, სიყვარულის ღუდელი. მაგ ადგილას ვიხართ, მამა, რომ სადაც იჯდა ბოლო ეთერი, რომელიც იყო და აი ეს მართლა ფიქრობ ხოლმე ხანდახან, რომ ამ ცხოვრებაში რა შეიძლება ღირდეს და აი ეგეთ ეთერს რო დატოვებ. აი ყველაფრად ღირს მამაო რა. იცი გიორგი რომ ჩვენ ღმერთი როგორ გამგვიკითხავს, იცი? აი რო გარდავიცულებით 100 წლის მერე, ხო? აი შეგვადარებენ ივანე კროშტამდე. ისიც ღუდელი იყო და შენც ღუდელი ხარ. აი მამა თეიმურაძის ღუდელი იყო და მამა გიორგი შენც ღუდელი ხარ. აი რატო შენც ასე? აუ მე რა კაი პოზიციაში ვარ, წამყვანებს თუ შემადარეს და ჟურნალისტებს მამაო. მოიყვან ფორმულას და იმა ჟურნალისტებს და მე ჯუნა მეთქი ვარ. შენ გაგიმართლა როგორც ყოველთვის და დადგები ხო აი ამ შორის და სპეციალურად თავიჩიე დაბალი კლასი რომ იმის იმ ჟურნალისტებს რომ აი რატო დარასელიას ნაირები არ მარო. ეგ ხუმრობა, მაგრამ ნახევარზე მართალია ხო ასე. მაგას ხუმრობ რა თქმა უნდა. ძალიან კარგი აი ამ თემას ვეფერები და ეს თემა არ მინდა რომ წამართვა შენ ახლა რა. აი ეს თემა, აი ძალიან საინტერესო თემა წამოჭერი გიორგი და მაპატიე და გარდაცვალებული ქმარი არ ახსოვს წორს რა. აი ზუსტად ვიცი ძალიან ბევრს, ესე მარტივად ივიწყებენ და ისე იქცევიან, რომ იფიქრებ, რომ კაცო, ეს ის გოგო არ არის, როგორ უყვარდა თავის ქმარი, ან ეს ის კაცი არ არის, თავისი ცოლი როგორ უყვარდა და რა მარტივად დაივიწყა, ხო? იგივე დაგვემართება. ჩვენ თუ მამა თეიმურას, მამა იოსებს, მამა ანტონს დავივიწყებ, ჩვენს დაგვევიწყებენ გიორგი და არ იქნება კარგი ხალხო რა და მე ვფიქრობ, რომ აი უფრო ერში, სკოლებში უნდა აი მამაოზე ალბათ ფილმი უნდა იქნას გადაღებული და ბევრი ახალგაზრდა მოექცევა გიორგი, უფრო მეტი პოპულარობა რომ მიეცეს მამა თეიმურაზზე გადაღებულ აი ეხლა დამპატი წარმოიდგინე თუშეთში ვიყავი გიორგი რამოდენიმე დღის წინ და აი ესა თორღვა საბანოს მერე არის უკვე უღელტეხილი რომ უნდა დაეშვა ჩახვიდე თუშეთში და იქ არის აბანოს უღელტეხილი. ხო და ერთი გოგონა მოვიდა, მამაო შეიძლება რომ სურათი გადავიღოთ. ვინ ახარ მეთქვი შვილო და მამა თეიმურაზის სულიერი შვილი ვიყავიო და მე ვიციო თქვენ მამა თეიმურაზი როგორ გიყვარდათო და გადაცემა ნახა ალბათ, მამა. გადაცემა ნახარ, ხო და აი ამას ვიძახე გიორგი რომ ის ხო ბედნიერი იყო იმით რომ ჩემი მამაო როგორ ყვარებია მამა გიორგის, ხო? ეხლა აგვისტოში არისო რაღაც აკეთებენ ხსოვნის საღამოს, წიგნი უნდა გამოვიდეს გიორგი და დაპატეჟებული ვარ თუ პირველი ხსოვნის საღამო, პირველი წიგნის მე წავიყვანე მამაო, მე მთხოვეს და მე მერგო პატივად მამაო. ხო და აი მინდა რომ ამ თემას ეხლა მოვეფერო გიორგი და გავწელოთ რომ და აი ამ თემის გარშემო ვისაუბროთ მე და შენ. აი მოდი ჯერ მარტო ის რა დღის გიორგი რომ მე შენ ესე იგი ველოდები ბავშვს ცურვაზია შესული, ჩართული მაქვს მანქანაში რადიო მაშინ ეთერში ის იყო თქვენი ის იყო განმეორებით გადიოდა სოციალურ ქსელში გადიოდა ხოლმე თქვენი და გირეკავთ მე გისმენ კაცო და ვფიქრობა ვინ არის ეს ახალგაზრდა როგორ კარგადის რაღაც რამოდენიმე კვირა და მირეკავ რომ გიორგი ვარო დარასელია რაღაც და გავიფიქრე გულში რომ მეთქი ამ ადამიანთან გამეხარდებოდა რომ გადაცემაში მომხდარიყავი და მე და შენ უკვე წლებია გიორგი რომ ფაქტიურად აი სადაც გინდა ვიყო ხალხი აი შენ მამაო ის მამაო არა ხარ შენი გვარი ახსოვ და ჩემი კი არ ახსოვ დარასელიასთან რო ხარ ხოლმე ის არა ხარო აი ამისი დავიწყება გიორგი ხო არ შეიძლება რა აი რაუსინდისო უნდა იყო ხო არიან ხალხი გიორგი რომ აი შენ ჩააცვის ტიქარი შენ აკურთხებინე უდლა და გივიწყებს და ის ფიქრობს რა აბა როგორ არ უნდა ეკურთხები ძალიან ბევრისგან გამეგია რომ ხელი დაასხეს უკვე სასულიერო გახდა და თავისი ხელდამსხმელი ეპისკოპოსი არ ახსოვს
უდელი ვინც ეპისკოპოსთან წარადგინა, ის არ ახსოვს. პირველი სტიქარი ვინ ჩააცვა, ის არ ახსოვს. პირველი 60 ქულო ჟამნი ვინ წააკითხა, ის არ ახსოვს. როგორ არ ახსოვს, მაგრამ არ უნდა რომ აღიაროს, რომ როგორი გაუნათლებელი და უმეცარი იყო და კაცად ვინ გაქცია, ხო? რატო იცი? რომ რაღაც ვალი აქვს რა, იმისი და ეს ვალი აღარ გვინდა მე გამიგე, რომ მე თვითონ ვისწავლე, კაცო, მე თვითონ ღმერთმა გამომარჩია, მე იმან კი არ გამომარჩია, უბრალოდ ის ღმერთმა გამოიყენა და მე ღმერთმა ხო და ასეთი ადამიანები არიან უმადური ადამიანები. საშიშები არიან. ძალიან საშიშები. მათ ხელში ძალაუფლება ძალიან ცუდ დღეში აგდებს მე სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ აი ჩაქუჩებად იქცევიან და ლურსმნად ეჩვენები. ვისაც ხელში ჩაქუჩე ეჭირაო, სხვები ლურსმნად ეჩვენებოდაო და გაჩედებს მე. თვითონ აი ხემრო უთხრა, ხო იცით მამაო, სპიჩკას რა. ღირსი ვარო, ჩემგან ხარო, შენცო. ისა მე რო არ ყოფილი ხარ, ხო აი ეგეთი ისა. ამიტომ უნდა დავფიქრე, მამაო, როგორ უნდა მოზომო გეხვეწები რა, რომ აი ეს ადამიანები, ვისაც პატივცემ იგივე ჯვარზე რო არ გაგაკრან, მამაო, იმიტომ რომ თქვენ ახლა ემიგრანტები და ისინი ხო ძალიან გიყვართ, მამაო, ის ხო ყველა თითქოს ყველა ემიგრანტი, ყველა ქართველი, ყველა ის არის რაღაცნაირად სუ იმ დარჩი რომ ეს ადამიანები ვერ ფასდებიან, ვერც საქართველოსგან, ვერც, იმიტომ რომ იმ ხელაღვაწლი აქვს, მამაო, ფიზიკურად ვერ. აი, ვერც ოჯახის წევრებისგან, მამაო, რა და არ არის კარგი ეგ. ოც ყველას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, არის იშვიათი გამონაკლისი, მაგრამ არ არის რა კარგი რა. არ ვიცი ჩვენ დაფასება, ვიცით მე, აი, რომ ადამიანს რო სისხლს გაუთეთრებ და რაღაცა, ისიც ერთი დღით და 40-მდე, მამაო, ხა ჩემ და სამარცხვინოთ უნდა თქვა გიორგი რომ მოგეხსენებათ მე ჟავდებულებთან ურთიერთობის რამდენი ხნის წინ ვიყავი ხელმძღვანელი ახლა მეუფე მიქაელი ბრძანდება მაგრამ მაშინ როცა საშინელი დაჭერები ხდებოდა და რა ხდებოდა ხო თითქოს მე არც მახსოვდა მაშინ ემიგრანტები ახსარებასავით ვიძახი როცა ჩემი შვილი წავიდა ამერიკაში სასწავლებლად აი მე დავფიქრდი რომ რამდენ ადამიანს სჭირდება ჩვენი თბილი ღიმილი, რამდენ ადამიანს სჭირდება. მე ხო დამცინოდი ხოლმე, მაგათით რო ვიწყეთ. გამცინოდი, მაგრამ დაიწყებო ემიგრანტები ჟურნალისტია და ალბათ უნდა თქვა მეთქი რა, რაცა ხო. შენ ყოველთვის ამბობდი რომ და არ გისმენდი პირდაპირ გეტყვი გიორგი რა, რომ მეთქი ხო და მე თვითონ დრო შემეხო, ანუ ჩემი სხეულის ნაწილი, ჩემი შვილი რო ოკეანის გადაღმა და ძალიან ძნელია წახვიდე და ნახო და ჩემი მეუღლე ყოველ დღე ესაუბრება. ხო და მე დავფიქრდი კაცო, რამდენი ჯერ ერთეულები იყვნენ სოციალურ მეგობრები და მე მათგან შევკარი სანუგეშო ერთობა, ეხლა ყველა გვისმენს გიორგი და ყველას უყვარხარ. ოღონდ ჩემ ხარეზე არიან, როცა ვჩხუბობთ, ჩემ ხარეზე არიან. აბა იქ ყავხართ. აბა მეც ვყავდეს ჩეჩში ეგენი. არა, შენ ძალიან დიდი მაყურებელი გყავს. შენსა პუბლიკა გყავს და მე მრევლი ვყავს. ხო და დღეს შენ გადარჩი ხო? იცი სანთელი უნდა დაანთო რომ გაყვარ. ორი დღეა ხელოსნებთან ამაკ ურთიერთობა და სისხლი რო გაგითეთრეს ვიც? გავეხუმრე ჩემ სულიერ შვილებსაც ამ საღამოს დარასელია ვერ გადამიჩება. როგორ ყარები ხარ ღმერთს გიორგი? აი იცი რატო მამაო? თქვენთვის ისეთ თემა წამოვჭერი რომლითაც უბრალოდ მე მეორე ხარისხოვანი ვიქნებოდი, იმდენად მნიშვნელოვანი თემა იქნებოდა და დაგირეკა და გაგაფრთხილა ხო გიორგი, ხილად იყავი გიორგი, გელოდება განსაცდელი. აი მე რომ ცუდად მეკცევით ხოლმე, მამო, მე იქ ხელოსნების იღებენ ჩემ ჯავრს რა. აი ეგ მიხრი უკვე. იქ მე ვახსენე მეორე დღისით რომ დღეს დარასელიასთან მივდივარ მეთქი და უცბად მოგვარდა ყველაფერი. წინა დღისით რაღაც დაბღვირულები მიყურებდნენ გიორგი და მე რო შენ გახსენე გაიხსნა გზა უბრალოდ ყველაფერი. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა შემოზვირფასებოდა. აი იცი რა არის გიორგი, აი მე ამას ხშირად დავდივარ ფეხით და ვგრძნობ ხალხის სითბოს. და ეს სითბო ჩვენგან მიდის. ხალხი თუ არ გიყვარს, ეს საკმარისია, ხო, ეხლა მე არ განვეკითხავ, ვისაც ჩემზე კარგი მანქანა ყავს. რატომაც არ უნდა ყავდეთ კაცო, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ იცი რა არის, აი, როცა შენ ადამიანს დაბლიდან ესაუბრები და აჩვენებ, რომ მეც შენაირად ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, შენაირად ვიღლები, შენაირად მიყვარს და მე შენ მიყვარხარ. აი მეუფეშიო რომ მობძანდა მოსაყდრე ხო გახსოვთ ბრძანა რომ არ არის საკმარისი ამბიონიდან ქადაგება ჩვენ უნდა ქუჩაში გავიდეთ ეს შესანიშნავი ხო და უნდა მართლა გავიდეთ გიორგი რა აი უნდა ამბიონიდან რომ ჩამოხვალ განიმოსები რაღაცა ხან მსახიობი მგონია ჩემი თავი რომ ამბიონზე
ყელმოღერებულები ვსაუბრობთ, ქუჩაში რო გამოხვალ, უკვე ის მამა გიორგი აღარ ახარ. უცბად აი შეიძლება რაც იქადაგე, იმისი განხორციელება მოგიწიოს და უკან არ უნდა დაიხიო. ისეთ ადამიანს არ უნდა ასესხო ფულიო, ვისი იმედიც გაქვთ დაგებრუნებსო, ხო? და ახლა რომ მოვიდა ნაცნობი და უცბად შენი ქადაგების მერე გეუბნება რომ მას ესხე რა თანხა და თან იცი რომ ის დამბრუნებელი არ არის და არ ასესხებ შენ სახარებას არ კითხულობ ან კითხულობ და ვერ იგებ ან ამახინჯებ სახარებას ხო აი მაშინვე მოხდება შენი გამოცდა აი ზეგან რომ შენ სახარებაში წაიკითხე რომ ისეთ ადამიანს უნდა ასესხო ფული რომ დიდი ალბათობით ვერ დაგებრუნებს და თუ ისეთ ადამიანს ასესხებ ის დაბრუნებელიც არის ეს რა ვაშკაცობაა ეს რა გმირობაა ხო ისეთი ნიუანსები წერია გიორგი სახარებაში თუ ქუჩაში არ გახვედი ეს ვერ განხორციელდება აი თქვა ვიღაცა მოდის და მამაონშია დაპურდი გაიხარე ღმერთმა მოგცეს პური არ არის ეგრე შენ უნდა მისცე პური კაცო ესეთი ქადაგება მოვისმინე ამასინათ რომ როდესაც ღმერთთან მიდიხარო ღმერთსო ღმერთისა უნდა ვსთხო ღმერთს ფული კი არ უნდა ვსთხო ღმერთს უნდა ვსთხო გონება ჯამრთელობა შენ ღმერთო გონება განმინათლე ჯამრთელობა მომეცი და თანხას მევიშო ეხლა ღმერთო მომეცი $100 და $10,000 და მანქანა უნდა შევცვალო ეს არ მართობაა გიორგი მაგრამ მეც ვეთქვი ღმერთო ასაკში შევდივარ და ცოტა გონებაში მიჭირს და განმიახლე უფალო ჩემი გონება კი აღარ იყოს როგორც პავლე ამბობს ქრისტეს გონება მომეცი რომ მეტად მიყვარდეს და მეტად თავდაბალი ვიყო ხო ადამიანთან რომ მიდიხარ ადამიანს ადამიანური უნდა ვსთხო მაგრამ ღმერთთან რომ მიდიხარ ღმერთს უნდა უთხრო რომ ღმერთმა რო გითხრას რა გინდა და შენ მინდიხარ ღმერთო რამე კი არ მინდა შენგან შენ მინდა შენი თავი მინდა ღმერთო ეს მამა ვიცით რას ნიშნავს რომ ყველაზე თავარი ჩვენთვის ღმერთი კი არ არის რაღაცა მატერიალური მომეცი ეს არის ქრისტიანული წარმართობა ხო და არ აი მამა ვიცი მე ერთი თუ შეგინდოდათ დავა თუ ნახეთ მამა ადამიანების საინტერესო რამეს ხო ნახეთ მამა ადამიანების იმაში ხო უნდა შეხვიდე მდგომარეობაში ანუ სამწუხაროდ ჩვენ და ბოროტმა იმდენი პრობლემა შეუქმნა ადამიანს და თავისმა ცოდვებმაც და თავისმა თუნდაც გონებამაც მამა რომ ფიზიკურად არიცის სწორი მიდგომა მამა ის კი არიცის რომ აი ყველაზე მთავარი ის არის რომ სულიერი რომ მოგეწოდება და სულიერად რომ მაგრად იქნები იმ გასაჭირს ეს სულიერი აი ესე გადაგაკუჭინებს და გადაგატანინებს ეს არ ვიცით მამა და გახდა ის რომ აი პური პირდაპირ გავიგეთ მამა პური ჩვენი არსობისა გავიგეთ აი ლაბავო ისე ეგრევე არა ზიარება ამ დროს ხო წარმოიდგინეთ მამა აი როგორ ის არის რომ აი სამწუხაროდ ჩვენ და რომ ადამიანები ამათ ვიქეცით რა რაც დააჩქარა, რამაც მამაო ის ყველაფერი პროცესები მეორეთ მოსვლა და ყველაფერი ხო ხედავთ მამაო, ლანგა აი თვალწინ გვიდგას. პრინციპში ჩვენ თვალწინ შეიძლება ვერ მოვესწროთ, მაგრამ რაღაც პროცესები ვითარდება, ხო, მეორეთ მოსვლის. იმიტომ რომ ჩვენთვის მატერიალური გახდა. გადასარევი ჩართვა გააკეთე, ნეტარი ავგუსტინე, იცი რა მხელა მამა მე-4 საუკუნის ამბობს რომ ვინცო წმინდა ზიარებასო არ იღებსო ღმერთისგან, მან პური არ უნდა არ გაქვს უფლებაო რომ ღმერთსო პურის თხოვო. მოიდი. ყველაზე მეტი მლოცველი ყავს სპირიდონ ტრიუმფუნტელის ხატს, ხო? წმინდა ნიკოლოზის ხატს. ნებისმიერ დადარში რომ შეხვიდე, მაცხოვრის ხატთან უფრო ცოტა ხალხია, ვიდრე სპირიდონ ტრიუმფუნტელთან. რატო მატერიალურს როს თხოვენ? ეს ძალიან დიდი უმეცრებაა, რომ შენ წმინდანს, რომელიც თვითონ არ იყო, ხო, მდიდარი, ევედრები ოქროს და ვერცხლს. რა წერია სახარებაში უპირველეს ყოვლისა ეძებეთ სასუფეველიცათა და სიმართლეებისა დანარჩენი ამასო კაცო წვალები ამასო წარმართები ითხოვენ ხო მაგრამ ისე ეხმარება მოძა რა თქმა უნდა ეხმარება აბარა გიორგი მე კი არ ვიძახი რომ არ ეხმარება მაგრამ ჩვენ ეკლესიაში თუ გიორგი მარტო ამიტომ მივდივარ და არა სულის ხონებისთვის ვართ ქრისტიანი წარმართები ჯერ ითხოვე სულის ხონება, კაცო, თუ სული არ ცხონდა, გიორგი, რამდენი ოქრო ვერცხლიც გინდა მქონდეს, რა ოხრათ მინდა, აბა მითხარ. თუ შენ დაიბადე და ხატება და მსგავსება ხარ და ეს არიცი რომ შენი ხატება და მსგავსება მარადიულ ნეტარებაში უნდა გაგრძელდეს, რისთვის დაიბადე მაშინ მითხარ? რომ საუკუნო სატანჯველში გააგრძელო არსებობა და რა გიშლის ხელს, ხო? რომ უფალო შემიწყალე თქვა
ღმერთმა იცისო შენ რაც გინდაო, მაგრამ ჯერ თხოვე მას ცხონება. აი ტაძარში როცა ძვირფასო მაყურებლებო, მე ვიცი რომ გიორგის გადაცემას ყოველთვის ყავს მაყურებელი, მიუხედავად იმისა, რომ ხვატია, ძალიან ცხელა, მაგრამ მაყურებელი მაინც ყავს. მაგად გამომიმყავს მამაო, რომ უყურე გიორგი და იმან უყურო. აი მართლა მაგიტომ რჩები, ამაგვისტოს ხოლმე, რომ ისა თორე აი ხანახან გულით სუდათ მიხდება ხოლმე, წარმოიდგინეთ მამაო, არ შემილია ამ სიცხეში, მაგრამ ანუ განვამატო პირველ რიგში ჩემები არიან და მაგიტომ. ჩემები რო არიან მაგიტომ. აი თუ შენ არ გაინტერესებს სულის ხონება, ან ეკლესიაში რატო დადიხარ, ან სიკეთეს რატო აკეთებ, ან საერთოდ რატო დაიბადე, ხო? ეს არის ნომერ პირველი. თუ ღმერთს დავაყენებთ პირველ ადგილზე, მერე ყველაფერი დგება თავის ადგილზე. ეხლა მინდა მოგმართოთ იმ ხალხს, რა ცუდი ბედი მაქვს, ბედი არ ამწყალობს და ყისმათი არ ამაქვს და იღბალი არ ამაქვს, რო იციან. რატო იცით ჩემო კარგებო, რომ თქვენ ცხოვრებაში ღმერთი არ დგას პირველ ადგილზე და დარეულია ყველაფერი ცხოვრებაში და ვეღარ ვიგებთ მერე რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ და ასე შემდეგ. აი ამიტომ, ოდესაც ეკლესიაში მოვდივართ, გახსოვდეთ რომ ის კი არ უნდა ვიფიქროთ რომ ღმერთს რა უთხრათ, ღმერთმა რა უნდა გვითხრას ჩვენ წირვაზე იმ კვერექსებიდან, იმ ჟამნებიდან, იმ პარაკლიტონიდან, იმ საღვთისმსახურო წიგნებიდან, რასაც გალობლები გალობენ და მედავითნეები კითხულობენ, დიაკვანი და ღუდელი კონდაკიდან კითხულობს, აი იქიდან მე რა უნდა წავიღო? ეს უნდა მაინტერესებდეს გიორგი, იმიტომ რომ ღმერთმა ისედაც კარგად იცის ყველაფერი, მე რატომ მივედი ტაძარში, ხო? მაგრამ მე არ ვიცი ღმერთს რა უნდა ჩემგან. ამიტომ უნდა მთელი წირვა ლოცვა სიარულში კი არ უნდა გავატაროთ და ჭორაობაში და განკითხვაში, ვინ როგორი კაბით მოვიდა, ვის რა შარვალი აცვია, ვინ როგორი მანქანით მოვიდა, სად გააჩერა და როგორი ყურება, ხო? არამედ ერთადერთი როგორც კი ტაძარში შევდგავ ფეხს, მაშინ მე უნდა ვიფიქრო იმაზე, დღეს ღმერთი რას მეტყვის მამაოს ქადაგებიდან, რას მეტყვის წაკითხული წიგნებიდან და იმ საგალობლებიდან და იმ წიგნებიდან, საღვთისმსახურო წიგნებიდან, რომელიც იკითხება ამა თუ იმ წირვაზე. ან ის წმინდანი, რომელიც და იმ წმინდანების ხსენება რატომ აღესრულება და რა ღვაწლი გაწიეს ამ წმინდანებმა ჩემი ქვეყნისთვის და ასე თქვათ, ჩემი ერის გადასარჩენად და დედა ეკლესიაში რა ღვაწლი აღასრულეს. სამწუხაროდ არ გეწყინოთ, ჩემო კარგებო, ძალიან ბევრი ადამიანი ისე მიდის გიორგი წირვიდან, რომ გამოვა და კითხო, რომ აი რა 60 ქულო იქნა წაკითხული. ეგ რა არის შეიძლება გითხრას რა 60 ქულო, ხო? ნუ სახარება კიდე ცნობილი წიგნია, შეიძლება არ გითხრას, მაგრამ რო უთხრა, რომ რომელი 60 ქულო იქნა წაკითხული, გეტყვის, რომ ეგ რა არისო. მაგრამ აი რო უთხრა, რომ მამაომ რაზე იქადაგა, გეტყვის, რომ ძალიან კარგად იქადაგაო. გავიგე, რომ კარგად იქადა, მაგრამ რაზე იქადაგა, რო კითხო, ვერ გიპასუხებს გიორგი. მაგრამ იცის, რომ უნდა ეზიაროს და მერე ზიარების შემდეგ სადმე უნდა ისე მამაო ჩვენ მაგარი მრევლი ყავს მაინც რა. როგორ? მაგარი მრევლი ყავს რა მაინც რა. იმიტომ რაღაცნაირად აი მამაო წარმოგიდგეთ ხა ამ ხელა ზეწოლა ტელევიზიების ხრიდან, ბოროტის ხრიდან, ყველა მხრიდან. აი იცით რა მიხარია ხოლმე მამაო, მაგარ გაჭრებულს რო ნახავ, ხა იმ დღეს სახლებიდან რო ყრიდნენ და რაღაცა და ხის ისეთი ჯვარი წარმოგიდგეთ მაინც რო ჭირის უფასო ნახავ და მაინც ღმერთთან რო არის. აი ვერ მოერია ის ტკივილი, ვერ მოერია პატიმარს რო ნახავ, მაინც ღმერთთან რო არის. ემიგრაცს რო ნახავ, ძალიან მაგრები არიან მამაო, მაინც აი ხა თქვენ რამდენ გაჭრებულთან გიწევთ ხოლმე მისვლა რაღაცა, ხო ვიცი აი მაინც ხის აი ძალიან წვრილ თოგზე რო უკეთია. ზაფხზე ჩამოკიდული ხიჟო. იცით როგორ აი დედას გიფცები, ცრემლი მომდის ხოლმე შიგნ ეხა განა ჩემს იმას გზნობებს თითქოს ეს ძალიან ფორმაში ხარ გიორგი. ხო და აი მართლა იცით როგორ გადარჩი აშკარად გადარჩი. აი რა მახსოვს იცი აი მათხოვდნენ, ტიროდნენ, იდგნენ და წარმოგიდგეთ ღმერთი უპირატესი მაინც აქ ეკიდა და აი რა ვიფიქრე იცი მამაო და რას ვფიქრობ ხოლმე ეგეთ ხალხს ვნახულობ რომ აი იმ გაჭირებას და იმას როგორ აჯობა მაინც რა ის ხო იმიტომ უჭირს და იმიტომ არის გაუბედურებული და იმიტომ ტკივა რომ ღმერთი დაგმოს ყველაფერს მაგიტომ გვიჭიროს ბოროტი რომ ღმერთი დაგმოს საბოლოოდ ჩვენ ცხოვრებითაც და სიტყვით და იქ რომ მაინც აი ეს რო უკიდია იქ რო წირა აი მაგიტომ ამ მღვდლებსაც და იმას ძალიან მაგარი მღვდლები ყავს და სულ ეუნები ხოლმე რომ აი არ შეიძლება გამოგეპაროს ვიღაცა რა არ შეიძლება იმიტომ რომ იქ შეიძლება შენმა ერთმა სიტყვამ ადამიანი აი საერთოდ გააცოცხლოს რომელიც კვდება რა
არის ხოლმე მართალი ხარ გიორგი, ნამდვილად გეთანხმები. მე ცოტა ეთყობა მომთხოვნი ვარ ძალიან მრევლის მიმართ, რატო იცი რომ 10 წელი, 15 წელი, 20 წელი რო დადეხარ და კიდე არ გესმის წირვაზე რა ხდება. მაგაზე არ ვლაპარაკ, მაგათ მიმართ მეც მომთხოვნი. ესეთი ნათქვამი. ეგეონი როცა უჭირთ ძალიან. თაგუმა შეიძლება თელი ცხოვრება წისქვილში გაატაროს, მაგრამ მე წისქვილეობისა ვერ გაიგოს ვერაფერი. მე ესენი მიდიან გიორგი ეკლესიიდან და იცი რას ამბობენ? აი მე 15 წელი ქაშუეთში დავდიოდი, სიონში დავდიოდი, ზოგი სექტანტი ხდება მერე და იძახის რომ აიცი ამ დროს წარმოდგენა არა გიორგი რა მართლა არც ერთი სახარება არ ახსოვს და ვერ გეტყვის რა განსხვავება პანაშვიცა და პარაკლის შორის და ის მერე გადის ეკლესიიდან განეკითხავს სასულიერო პირებს და აცხადებს რომ მე ამდენი ხანი დავდიოდი და ტყუილად რომ აღარ ვიაროთ მაგიტომ მინდა გიორგი რომ ყველა იმდენად გასაგები უნდა იყოს მოძღვრის ქადაგება რომ მიხვდეს ეს ხალხი რო ეხლა მიყურებს ნეტა გაიგეს მე რაზე ვიქადაგე აი ერთ მაგალითს მოვიყვან ძალიან საინტერესო მაგალითია 6 დღეთა სამყაროს შესაქმე განმარტა ბასილი დიდმა კალენდარშიც დაიბეჭდა საეკლესიო კალენდარში და როგორც ეხლა გვყავს გიორგი ოპოზიციონერები შურიანი ხალხი ხა წარმოვიდგინე რამდენი ეყოლებოდა ბასილი დიდს შურიანი მტერი ხო და დაუწუნეს რომ ძალიან მარტივიენი დაწერაო და გრიგოლ ნოსელმა მისმა ძმამ რომელიც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ აღნიშნა ასეთი რამე რომ ბასილმაო ესო ჰომილიების სახითო წირვაზე წარმოთქვაო ხო და წირვაზეო რთულიენით ვერ ილაპარაკებოდა იმიტომ რომ არ უნდაო რომ მისი ქადაგების ბადის გარეშეო ბადის მიღმა ვინმე დარჩენილიყო იმდენად გასაგებათო საუბრობდა ეხლა ხო არის ზოგი აკადემიის სტუდენტია ზოგი სტიქაროსანი განათლებულია და ვიღაცა ბებია მოსული 80 წლის და ხო აიტო მოძღვარმა თავის სულიერ ქადაგების ბადეში ყველა მრევლი უნდა მოიმუშაკოს რომ ყველა უნდა კმაყოფილი და ბედნიერი წავიდეს და ჩვენ რო ეხლა მაღალფარდოვანი დოგმატური სიტყვებით და უცხო სიტყვებით ვისაუბროთ გიორგი შეიძლება ეს ქადაგება იყოს ძალიან მაღალი აკადემიური მაგრამ მეთევზურის ენით არ იყოს წარმოთქმული და ხალხმა ვერაფერი ვერ გაიგოს და თუ ერთი ადამიანიც წავიდა ისეთი რომ ვერ გაიგო ეს წირვა რაზე იყო და რა იქადაგა მამო ამაზე აუცილებლად მოგეთხოვება პასუხი და აი ამიტომ ეს ბასილი დიდი ამას აკეთებდა და მე გრიგოლ ნოსელმა იგივე შრომა უფრო დახვეწა პასუხი 6 დღეთათვის და თვითონ უკვე მე შეავსო და შენ წარმოიდგინე რომ ბასილი რო გარდაიცვალა ძმა ისე უყვარდათ ერთმანეთი რომ ცოტა გრიგოლ ნოსელი დაბრკოლდა და თავის დასთან მაკრინესთან ხო იცი 10 დედმამიშვილი იყო და აქედან 7 წმინდანად არის შერაცხული და მაკრინეს ეკითხება ხო ნამდვილად იქნებაო აღდგომაო წარმოიდგინე და მაკრინე და უხსნის რომ აი აღდგომა როგორ იქნება და როგორ შეიმოსება ძვლები ისევ ხორცით აი ესეთი სულიერება იყო ასეთი სიყვარული იყო ხალხში და დღეს დედმამიშვილები ამაზე აღარ ლაპარაკობენ გიორგი დღეს მეგობრები ამაზე აღარ ლაპარაკობენ ხო და ეხლა ჩვენ 50 წუთია ხო შენი გადაცემა აი 50 წუთში ხო რაღაცა ხუმრობაც ხო ვახსენეთ ხო რაღაც ხო და აი ესეთი ურთიერთობები გიორგი მაინც და მაინც გადაცემა კი არ უნდა იყოს აი სუფრაზე ესეთი საუბრები აღარ არის სუფრაზე ხო იცი ის კოცია ეს ნაცია ამან ეს მოიპარა იმან ეს სუგანკითხო უკვე არის სუფრა მთავრდება გიორგი აყალმაყალი და არ ჯობია რომ თამადამ იხთვის მეტყველოს იქადაგოს აუხსნათ რას ნიშნავს დიდება უფალს და არ მაგას გეტყვი აი იცი რომ ეს უფრაზე განიკითხავენ ქართველებს პაკისტანელებმა რომ მოიტანეს გლოვოთი რაღაცეები შედალოცილო ქრებით უკვე მალე საზღარი ქართველიც უკვე სანატრებელი გაგიხილ მართლა გეუბნებით ხმა რო გაიგო და ამაზე ლაპარაკობენ ხოლმე წავიდგინე ისევ გიჟდები ხოლმე ეგეთ ანდროს მაგისიც სოლი იტალიაშია ხო და ეხლა რა მოხდა ეს პაკისტანი მე კი არ ვიცახი რომ კარგია პაკისტანელები რო არიან აქ და ინდოელები რო არიან ხო მაგრამ აი საქართველოს ფიზიკოსი იყო ტორიჩელი გიორგი ტორიჩელი არის ფიზიკოსი და ამბობს რომ ბუნება სიცარიელეს ვერ იტანსო 2.900.000 ადამიანი რო გავიდა აქედან ეს ადგილი ცარიელი არ დარჩა და იქიდან შემოვიდა სხვა ხო ხო და რა გინდა ახლა ვერ გავიგე გაყრი გამოყრიან შენ ემიგრანტებს მე ხო ვერ გაყრი მაგრამ ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ მე კი ხა ჩვენ იმას კი არ ვიძახით რომ ეს მოგწონს ჩვენ ქუჩაში ქართულს რო ვეღარ ვხედავთ ეს კი არ მომწონს განგაში უნდა ავტეხოთ და უნდა გამრავლდეთ და უნდა დაბრუნდნენ ისეთი პირობები უნდა შევქნათ გიორგი რომ ემიგრანტები თავისით
ჩამოვიდნენ თავიანთ ოჯახებში, კაცო. ესენი მშვიდობით წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში, ხო? ხელი ცოტა რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ამაზე არც ლაპარაკობს გიორგი არავინ. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს აღშფოთებული, იქ გავიარეს კვერთან და ესენი ისხდნენ, იქ გავიარე არაბები ისხდნენ, ესე იქნება რა. ესე იქნება, იმიტომ რომ საქართველოს დაიცალა ქართველებისგან. ეს არ ვიცი ვისი პოლიტიკა და ფაქტია რომ ეს არის გლობალიზაციის პოლიტიკა, სატანის პოლიტიკა, ანტიქრისტეს პოლიტიკა, ზუსტად ვიცი და ამას ჩვენ, რა ვიცი, დარითევზებივით არ უნდა გავყვეთ რა. უნდა კალმახივით ჩანჩქერს აუყვეთ ზევით. და ამას მე მგონი ეკლესია თუ შეაჩერებს რა. აი ერთადერთი ეკლესია შეუძლია. რო აჩერებს, მაგიტომ მებზიან, მამაო, გინდაც იმას. მაგიტომ მებზიან. ეკლესიის ეს კანონები, რო წინ წამოწეული არის, რო აი ესე და ჩვენ გაუძლოთ, იცით რა, ეკლესია რას ასწავლის ხალხს, რომ შენ შეიძლება გიჭიდეს, მაგრამ მოდი გაუძლოთ, ავიტანოთ, დავითმინოთ რაღაცა. ამას აკრობენ, ეკლესია ცუდია. ჩვენ დაგვიჯერე, წადი, ეგ უცხოეთში 10,000 გექნება, წადი და ადამიანებს ატყუებენ, მამაო. აი ეს ხალხი შეიძლება გიორგი ეკლესიაში მოვიდეს ეს პაკისტანელი, ინდოელი და გითხრას რომ შენი ზეციური საქართველოს პირველი მკვიდრი ვინ არის, ხო? შუშანეკი რა ეროვნების იყო, ევსტატი მცხეთელი რა ეროვნების იყო, რაჟდენ პირველ მოწამე რა ეროვნების იყო, ხო? გეტყვიან არა? აბუთვილელი რა ეროვნე არაბი იყო, ხო? რა უარს მეტყვია? ხო, მაგრამ მართლმადიდებელს, მამაო, ხო, არა აქვს ეს. მართლმადიდებლურად მოინათრო. ყველა და იყვნენ ის ინდოელების სინები, ბევრი მწვალებელი ქართველი და იტყვის რომ თურმე მართლმადიდებელი უნდა ვიყო და არა ბაპტისტი და პროტესტანტი და ან მუსლიმანი რა. უნდა იყო ქართველი თუ მართლმადიდებელი. იცით, მამაო, ემიგრანტი შენ თან როცა ეკომიგრანტია და რაღაც გაუბედურებული და რაღაც საცოდავი არის, ხო? იმას პრეტენზია შენთან ვერ ექნება. ყოველთვის შენ გექნება მის მიმართ პრეტენზია და ის ქართველი კიდე როშია და რაღაც აგდებ ქართველს, იმიტომ რომ იმას პრეტენზია ექნება და მოგთხოვს. ეგ პრობლემა არის, მამაო. ამას ჩვენ ჯერჯერობით ვერ გავექცევით, რასაც გლობალიზაცია ქვია, მაგრამ თუ ჩვენ ეროვნულობა გვინდა შევინარჩუნოთ, უნდა დავჭერთ მართლმადიდებელი ქრისტიანები. მართლმადიდებლობის გარეშე ჩვენ ერს ვერ გააერთიანებს ვერავინ და ვერაფერი და ვერ გადაარჩენს და ვერ გავწყინდებით მართლმადიდებლობის გარეშე. ამიტომ კეთილი ვინებოთ ერმაც, ბერმაც, ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც და პოზიციამაც ერთმანეთის ჯიჯგნას თავი დაანებონ, შენდობა უთხრან და ქრისტეს სიყვარულით გაერთიანდნენ და ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და ნუ ვანგრევთ და ნუ ვანერწყვევთ ერთმანეთს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ ნახეთო სულ რო ჩხუბობთ ერთმანეთი არ შეჭამოთო. ერთმანეთი არ ამოწყვიტოთო და მე მგონი აქეთ მივდივართ. ეხლა არჩევნები მოდის და ისევ დაიწყება ეს მოკლედ ერთმანეთის განკითხვა, ბილსიტყვაობა და ასე შემდეგ და მე მგონი რაღაცა სხვა უნდა მოვიფიქროთ. ეკლესიამ ცოტა ხმა უნდა ამოიღოს, ოღონდ ნეიტრალური პოზიციიდან და არ შეიძლება ეკლესია მხარე გახდეს, ხო? არანაირად არ აქვს ამის უფლება ჩვენ. და უთხრათ ადამიანებს რომ მოდი ვილოცოთ ერთად, მოდი ვიშრომოთ ერთად. ჩვენთან როგორ არის ქრისტეში გავერთიანდეთ, ხო? ვერავითარი კოალიცია ვერ გაერთიანებს საქართველოს რა. ყველაფერი არის დროებითი და ძალიან სუსტი დუღაბია ეს კოალიცია, ხო? და ეკლესია უკვე 21 საუკუნეა საქართველოში მსხემობს, გაბწყინდა ბევრი მუშაკი, ბევრი ადამიანი და ჩვენც მივბაზოთ იმად 8 წელს, ხო? და აღარ მეჩხუბები ხო გიორგი ამის მერე იმედი მაქვს რომ არა ეკლესიის ხმა მამაო როგორ ისმის ხმა ღაღადებლისაო ხო უდაბნოსაშინაო ხო იცი ჩვენ არ გვესმის რომ ეკლესია რო ამიათ არჩევნების წინ სურათების გადაღება და დიდი კელაპტრების დაკავება ხო და ეკლესიურობა ნიშნავს ცოდვიდან გამოსვლას თავდაბლობას სიყვარულს უანგაროთ ლუკმის გატეხვა რო იცი და შე რო ბევრი გაგდა იმას ერთი არ აქვს რომ გაუნაწილებ პიჯაკს, ფეხსაცმელს და გაინტერესებს მეზობელს შეათო წყული. აი მამო, ელემენტარული სიტყვა, აი ძალიან პატარას. აი ჩვენი ტესტი, აი ხო არის რომ აი სიცხე რო გჭირს, თერმომეტრით იზომავ და გაიჩვენებს. აი შენი ტესტი სად არის, იცი რომ 20 ბავში რომ მიდის და 15-ს ემიგრანტი რო ყავს მშობელი, მამა და დედა სკოლაში და რო ხედავ რომ ვიღაცას რო უჭირს და იქ რაღაცა ფართიდან ვიღაცა მდიდარი რო ჩაგრავს და იქ გამოაგდებს ეს გამოაგდებს და რო გადაისვა არაფრით კიდე ციხეები. აქ უკვე ყველაფერი ჩანს, ჩვენი შეხედულება ერთმანეთის მიმართ. აქ უკვე ყველაფერი ნათელია. აი მე ვაღიარებ როგორც საფუძველესთან ურთიერთობასთან დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამჟამად
რომ ბევრი კარგი ახალგაზრდა მოხვდა ციხეში გაუგებრობაში. 15 წელს როა მიტინგზე გაიარეს უბრალოდ, არაფერ შუაში არ იყვნენ, კამერამ დააფიქსირა და ისინი დაჭერილები არიან და ძალიან ბევრმა მშობელმა დიდი ჯარიმა გადაიხადა რა და ეს უნდა გაირჩეს აუცილებლად რომ ჩვენი ახალგაზრდები არ გავაბრაზოთ აქედან გამომდინარე, თორე საერთოდ უკვე მე მომავალში ჩვენ ვეღარ შევირიგებთ ახალგაზრდებს რა. ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა აღმოჩნდა ციხეში გაუგებრობიდან გამომდინარე და უნდა გაირჩიას ვინ არის კარგი და ვინ არის ცუდი. ეს უნდა აუცილებლად მოხდეს გიორგი რა. არა, უბრალოდ ცოდოა მამა, თუ ჩვენ თვლით რომ ის შეცდომილია აუცილებლად დახმარებას აჭიროებს და არა ხო, არა გაბოროტებას. ეხლა ადამიანი რომელზეც შენ ამბობ რომ ფულს აძლევენ და იმიტომ გადის რომ მიტინგზეო 5000 ლარითო დააჯარიმებ კიდე აბოროტებ მამაო, ჩაკეტავ და მე შენი სიკვდილი რო გაიხარდება, მე ეტყვი აი ბოროტიაო და არ არის სწორი, შენ გააბოროტე და პირიქით უნდა მიხედო ამას რომ მამაშვილეროთ უნდა დაარიგო და რა გაგიჭირდა შვილო რომ ამად გვერდში დგეხარ და უნდა გაერკვიო საკითხში. ამათ გარკვევის მაგიროთ გამოკეტეს ესენი და სადა იმ მაგიტომ ეძახიან რაღაცა არ შეიძლება. ტრის ცისქვერზე ასხავენ წყალს ამას. აბა რა მამა, ეს უნდა გაერკვიო რომ შვილო რა გიჭირს, მოდი აქ და იქნებ რამეში დაგეხმარო, ბოდიში დრო გავიდა. მე არ მაქვს ისა რა ქვია, ზოგიერთი მომენტი არის რომ რაღაცა პოლიტიზირებულია და მასზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ვიღაცა არ არის პოლიტიზირებული და მოტყუებულია და მიაქციეთ ამ ადამიანს. მე მჯერა გიორგი რომ ჩვენი ხელისუფლება იფიქრებს ამაზე და ბევრ კარგ ახალგაზრდას გაანთავისუფლებს. ჯარიმებიდანაც და ციხიდანაც. ღმერთმა ქნას მე ხელისუფლების ჯარიმიდან განთავისუფლებული კაცი არ მინახავს, მაგრამ მაინც აურიე ბოლოს. ღმერთმა ქნას რომ რაღაცა დადგეს ისა რა ქვია, რაღაც ის. მე მჯერა გიორგი რა ვიცი რა. წარმატებებს გისურვებთ, მამა, დიდი მადლობა რომ მადლობა შენ გიორგი. ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს და მე გახდით გიორგი დარასელია, მამა გიორგი თეოდორაშვილი გახდა ჩვენი სტუმარი, პატიმრებს აუცილებლად განსაკუთრებულად დიდი სიყვარულით წინათ მატროსოვის ციხიდან წერილიც მომივიდა, დიდი მადლობას მოგახსენებთ იმისათვის და რომ ხართ ეს ადამიანები ძალიან ძლიერი ხალხი ხარ და მალე გამოსვლას გისურვებთ. ყველა ციხეს აბსოლუტურად მოგიკითხავთ, ყველა პატიმარს ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ, იმიტომ პატიმარი არის სტატუსი, სადაც არაფერი აღარ იზომება. უბრალოდ პატიმარს უნდა ვცეთ პატიმი. კარგად ზანდებოდეთ დროებით.